აი ახლა ტაძრიდან გამოვედი და ვფიქრობ. ჩვენ ხომ ქრისტიანული ქვეყანა გვქვია. და სინამდვილეში კითხვა რომ დაისვას, არის თუ არა ჩვენი ქვეყანა ქრისტიანულ საწყისებზე, ნამდვილად პასუხს ვეღარ იპოვიან, იმიტომ რომ ვინმე გრიგორი მისე შეუცვალა აზროვნება ამ ხალხს და ცნობიერება, რომ ამდენი ხანია ეს ხალხი ზეიმობს ეგრეთ წოდებულ გრიგორის ახალ წელს და არა ქრისტიანულს. ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა ჩანაწერები ბევრჯერ გავაკეთეთ ამის გამო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ახალი წელი ცნობიერების შესაცვლელად ქრისტიანობის წინააღმდეგ ვინმე გრიგორიმ როგორც მტრული განზრახვით გააკეთა, რომ თითქოს პლანეტების მოძრაობა 2 კვირით ჩამორჩაო და ამიტომ უნდა გადმოვიტანოთო ახალი წელი. ღმერთმა იცის და ძველებმა ალბათ იცოდნენ ნამდვილი ახალი წელი და შობა როგორ აღინიშნებოდა და ასე თუ ისე შემორჩა ჩვენთანაც, მაგრამ ეს შემორჩა ერთეულებთან, დანარჩენი მთელი ჩვენი ქვეყანა და ირგვლივ ქვეყნები ზეიმობენ გრიგორის ეგრეთ წოდებულ ახალ წელს, რომელიც არის მიმართული ქრისტიანობის წინააღმდეგ, რომ მარხვაში ყოფილიყო ზეიმი, მარხვაში ყოფილიყო საკლავების დაკლა და საერთოდ ცნობიერება ყოფილიყო გამრუდებული და არ ვიცი რატომ აწყობს ამ ხალხს, რომ გამრუდებული ცნობიერებით იყოს ქვეყანაზე და ასე ასწავლიდეს თავის შვილებსაც. კიდევ ერთხელ შევეხები იმას და ყოველ წელს ვაკეთებ ამ ჩანაწერს, რომ სანტა კლაუსი რატომ შეცვალეს, ანუ ქართული თოვლის ბაბუა რატომ არ მოგწონთ, სანტა კლაუსი, სანტა კი იცით რომ ავის სულის შებრუნებული სახელია, კლაუსი, ანუ კლავო შენ, მტერმა კარგად იცის ჩვენი ენა და ახლა უკვე პატარა ბავშვები საბავშვო ბაღებშიც, სკოლებშიც მოზარდები და ზოგადად ხალხი მიეჩვია და ქალები ამბობენ ამაღამ სანტაობა გვაქვსო, ესე იგი ქრისტიანობა და ქრისტიანული ქვეყანა მარტო პირობითად გვქვია. მადლობა ღმერთს, ერთი მცირე ნაწილი დგას ისევ იმ საწყისებზე, დანარჩენი მთელ ხალხს ცნობიერება